დოგვის მარცვალი. საუბარი მეოთხე შეგონება. იესომ თქვა: ნუ ფიქრობთ დილიდან საღამომდე და საღამოდან დილამდე იმაზე თუ რითი შეიმოსოთ. თომა 41. მოწაფეებმა კითხეს: როდის გამოგაცხადები და როდის გიხილავთ? იესომ მიუგო: როცა განიძარცვოთ 60 და არ შეგრცხვებათ, როცა პატარა ბავშვები ვით ფეხქვეშ დაიგდებთ და გათელავთ 60, მაშინ იხილავთ იმის ძეს, ვინც ცოცხალია და არაფრის შეგეშინდებათ. თომა 12. ადამიანი არის არა ისეთი, როგორიც სინამდვილეშია, არამედ ისეთი, როგორიც თვითონ სურს რომ იყოს. მას ნიღაბი აქვს აფარებული და ყალბის სახით თამაშობს. ამაშია მთელი პრობლემა. დაბადებისას თქვენ საკუთარი სახე გაქვთ, რომელიც ჯერ არ გადასხვაფერებულა, მაგრამ ადრე თუ გვიან საზოგადოება იწყებს თქვენს სახეზე მუშაობას. ის პირველად ორიგინალს, იმ ბუნებრივ სახეს გიმალავთ, რითაც დაიბადეთ. შემდეგ კი სხვადასხვა შემთხვევისთვის სახეთა მრავალ ვარიანტს გთავაზობთ. ცხოვრებისეული სიტუაციები მრავალფეროვანია და თქვენს მრავალი ნიღაბი გჭირდებათ, რათა ნამდვილი სახე დამალოთ. თქვენ უბრალო ადამიანს ზოგჯერ ვერც კი ამჩნევთ. თანამდებობის პირს ან რომელიმე მდიდარს კი პატივისცემით ეპყრობით, რომც არ გინდოდეთ ყოველ წამს იცვლით ნიღაბს. ყოველ წამს იცვლება თქვენი სახე. ყურადღებით უნდა იყოთ, რადგან ეს უკვე იმდენად მექანიკური ხდება, რომ ამას ვეღარც ამჩნევთ. ის იცვლება თავისთავად. ოთახში თუ მოახლე შემოდის, ისე იქცევით, თითქოს იგი არ არსებობდეს. მაგრამ თუ თქვენი უფროსი შემოდის ოთახში, მაშინ უმალ ფეხზე წამოხტებით. ისეთ გაღიმებულ სტუმართმოყვარე სახეს მიიღებთ, თითქოს ოთახში თვით ღმერთი შემოსულიყოს. თვალი ადევნეთ თქვენს სახეს, რომელიც გამუდმებით იცვლება. ჩაიხედეთ სარკეში და ის გამომეტყველება გამოისახეთ, რითაც ცოლს ხვდებით. შემდეგ ისეთი სახე მიიღეთ, ვითომ შეყვარებულს უახლოვდებით. მერე ვითომ გწყურიათ ან გაბრაზებული ბრძანდებით. ის გამომეტყველებაც მიიღეთ სქესობრივი აღტკინების დროს, რომ გიჩნდებათ. ჩაიხედეთ სარკეში, უკმაყოფილომ და აღმოაჩენთ, რომ ერთი ადამიანი კი არა ხართ. თქვენში მთელი ბრბოა ჩასახლებული. რადგან გაგიჭირდებათ კიდეც აღიაროთ, რომ ყველა ეს გამომეტყველება თქვენია. სარკის გამოყენება შესაძლებელია თქვენს სასიკეთოდ. მისი საშუალებით შეიძლება ჩაატაროთ მედიტაციები. შეგიძლიათ ცვალოთ თქვენი სახეები და უცქიროთ მათ. ეს დაგანახებთ, როგორი ყალბია მთელი თქვენი ცხოვრება და თქვენ არ ახართ ამ სახეთაგან არც ერთი. ყველაზე ღრმა მედიტაციად იქცევა ის, რომ იპოვოთ საკუთარი სახე, რომელიც ამ ქვეყნად მოსვლამდე გქონდათ და რომელიც გექნებათ, როცა აქაურობას დატოვებთ. თქვენ არ შეგიძლიათ თანატაროთ ყველა ეს სახე. თითოეული თქვენი გამომეტყველება ფანდი, აბჯარი და მოტყუების ტექნიკაა. ისინი დროულად უნდა მოიშოროთ, რათა იესოს დანახვა შეძლოთ. ვინაიდან როცა ხედავთ თქვენს პირვანდელ, თავდაპირველ სახეს, ხედავთ იესოს. ქრისტე სხვა არაფერია თუ არა თქვენი თავდაპირველი სახე. არც ბუდა და არც იესო არ არიან თქვენს გარეთ. როდესაც სიყალბეს მოიშორებთ და გაშიშულდებით, როცა დაიბრუნებთ პირველ ყოფილ სახეს, ყოველგვარი მოდიფიკაციის გარეშე,
თქვენი ხილავთ იესოს მთელი თავისი დიდებით და უეცრად თვითონვე იქცევით ქრისტედ. მხოლოდ მსგავსნი შეიცნობენ ერთმანეთს. ყოველთვის გახსოვდეთ ეს კანონი. მხოლოდ იმ შემთხვევაში აღიქვამთ მას, თუ მისი მსგავსი ხართ. სხვაგვარად როგორ შეიცნობთ მას? როდესაც საკუთარ შინაგან ყოფიერებას შეიგრძნობთ, მხოლოდ მაშინ შეგიძლიათ იგივეს შეცნობა სხვა ადამიანში. სინათლე სინათლეს იცნობს. სინათლე სიბნელეს ვერ იცნობს. სიბნელე როგორ გაიცნობს სინათლეს? თუ სიყალვე გაგიჯდათ, ჭეშმარიტ ადამიანს ვერ იცნობთ. იესო კი ყველაზე ჭეშმარიტი ადამიანია. ყველაზე ჭეშმარიტი ის არ არის მატყუარა, ის არის ავთენტური. და თუ მთელი ცხოვრება ცრუობდით, თუ თქვენი სიტყვები ყალბი იყო, როგორ გაიცნობთ იესოს, ეს შეუძლებელია. მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიცნობთ შიგნით იესოს, თუ ბოლომდე გაშიშულდებით. მხოლოდ შემდეგ შეიძლება მისი ცნობა გარეთ. პირველ რიგში საჭიროა შეიცნოთ შინაგანი, რადგანაც შეცნობა მხოლოდ თქვენი შინაგანი ყოფიერების წყაროდან გამომდინარეობს. სხვა გზა არ არის. პირველ რიგში თქვენი შინაგანი ყოფიერება უნდა შეიცნოთ. ერთი უძველესი ინდური თქმულების თანახმად, ღვთისძიება მხოლოდ მას შემდეგ იწყება, როცა მას უკვე მიაგნეს. ეს თითქოს პარადოქსული ამბავია, მაგრამ აბსოლუტური ჭეშმარიტებაა. აბა როგორ დაიწყებთ ღვთისძებნა სხვაგან, თუ საკუთარ არში არ აღმოგიჩენიათ იგი? მხოლოდ ამის შემდეგ იწყება ძიება, მაგრამ სინამდვილეში აღარ არის საჭირო ძებნა. კვლევა, ძიება იწყება და მთავრდება ერთსა და იმავე წერტილში. პირველი ნაბიჯი საბოლოო ნაბიჯია. მათ შორის არ არის ორი ნაბიჯი. არც გზა არ არის. არის მხოლოდ ერთი ნაბიჯი. მოიშორეთ სიყალბე, რომელსაც თან დაატარებთ. მოიშორეთ ნასესხები ნიღბები. რისთვისაა ეს სახეები? რა საჭიროა ისინი? რატომ უნდა გეშინოდეთ მათი მოშორების? უნდა გაიგოთ მთლიანი მექანიკა. მხოლოდ მაშინ გახდება გასაგები იესოს სიტყვები თქვენთვის. პირველი, თქვენ არასოდეს ყვარებიათ საკუთარი თავი, თორემ არ დაგჭირდებოდათ ამდენი ნიღაბი. თქვენ ვერ იტანდით საკუთარ თავს და თუ ეს ასეა, ნამდვილ სახეს ყოველთვის დამალავთ. თუ თავად არ გიყვართ და არ გსურთ საკუთარი სახის დანახვა, სხვებს როგორ გააჩვენებთ მას? რატომ გძულთ საკუთარი თავი? მთელი საზოგადოებრივი წყობა თქვენივე თავისადმი სიძულვილის, თვითბრალდებისა და დანაშაულის შეგრძნებას გინერგავთ. ამაზეა დამყარებული მისი სიძლიერე, რელიგიები, ქურუმები, საზოგადოება. ექსპლუატაციის ყველა სახეობა ამ საფუძველზეა დამყარებული. თუ საკუთარ თავს ვერ იტანთ, რატომ უნდა წახვიდეთ ქურუმთან? რა გინდათ მასთან? როცა გძულთ, მაშინ თავს დამნაშავედ გრძნობთ. როცა გძულთ, გრძნობთ, რომ საჭიროა რაღაცის შეცვლა. როცა გძულთ, თქვენ ფიქრობთ, რომ საჭიროა დახმარება. საჭიროა ვინმე, ვინც გაგხდით მოსიყვარულეთ და სიყვარულის ღირსად. მშობლები ხშირად გეუბნებიან, შენ უვარგისი ხარ. ეს ცუდია, ის ცუდია. მუდამ გვკარნახობენ, ეს არ გააკეთო, ის არ გააკეთო. ერთ პატარა ბიჭს სანაპიროზე ქვიშაში თამაში უნდოდა. დედამ არ მისცა ამის ნება. ქვიშა სველია და ტანსაცმელს დაისვრიო. ბიჭმა წყალთან მისვლა მოინდომა. დედამ დაუშავა. შემდეგ ბიჭუნამ ვირბენან ვიხტუნავებოს თხოვა.
ამაზეც უარი განუცხადა, ხალხში დამეკარგებია. იქვე ახლოს ნაყინს ყიდდნენ. ერთი ცალი მიყიდევოს თხოვა ბიჭმა დედას, მან კი ყელი აქტივდებაო. ბუზღუნს მოყვა და ახლო მდგომთ მიმართა, ეს რა მოუსვენარი და ნერვიული ბიჭი მყავსა. სინამდვილეში ყმაწვილი კი არა, დედაა ნერვიული. ქვიშაში თამაში არ არის ნევროზი, არც წყალთან ახლოს მისვლა ან სირბილი, მაგრამ ნერვოტული გონება ყოველთვის არას ამბობს. მას არ შეუძლია ხოს თქმა. ნევროზული გონება თავის თავს ვერ აძლევს თავისუფლებას და აბა თქვენ როგორ აღმოგცემთ მას. ბიჭუნას დედაც და თითქმის ყველა მშობელი ასეთია. ისინი თავისუფლებას კლავენ და ბავშვზე ახდენენ ახალ და ახალ ძალდატანებას, რათა მან იგრძნოს, რომ ის ცუდია. რისი გაკეთებაც არ უნდა მოისურვოს, მას ეუბნებიან არა, რაც ბავშვი ნევროზს იწვევს. ერთი ყმაწვილი პირველად წავიდა სკოლაში. იქიდან დაბრუნებულს დედამ მკითხა, რა გასწავლესო. ბიჭმა უპასუხა, დღეს პირველად გავიგე, რომ მე არა არ მქვია. თქვენ ყოველთვის არას მეძახდით. ეს არ გააკეთო, იქ არ წახვიდე. ასეთი არ იყო, არ ითამაშო, არ ირბინო. მეც მეგონა, რომ არა მერქვა, სკოლაში კი სხვა სახელი დამიძახეს. თქვენ ნევროზული ხართ. მთელი საზოგადოება ნევროზულია, იმიტომ რომ ეს ჯაჭვი თაობიდან თაობას გადაეცემა. ეს უსასრულოდ გრძელდება და დღეისათვის არც ერთ საზოგადოებას არ ძალუძს შექმნას ნევროზისგან თავისუფალი საზოგადოება და საუკუნე. ზოგიერთი პიროვნება ახერხებს ამ საზოგადოებიდან გაქცევას, მაგრამ ძალიან იშვიათად, რადგან ციხე დიდია და მყარი საფუძველი აქვს. როდესაც იბადება ბავშვი, შეუძლებელია იმედი იქონიოთ, რომ იგი ნევროზით არ დაავადდება. მის ირგვლივ ხომ ყველა შეშლილია. ისინი ჩაკლავენ მის თავისუფლებას და აფიქრებინებენ, რომ ის ცუდია. ეს აჩენს დანაშაულის კომპლექსს, ამიტომ თქვენ გძულთ საკუთარი თავი. დაიმახსოვრეთ, თუ ვერ იტანთ საკუთარ თავს, თქვენ ვერ შეძლებთ სხვის შეყვარებას. ეს შეუძლებელია. საწყისში თუ არის შხამი, ის იქნება თქვენს ყველა დამოკიდებულებაში. დაიმახსოვრეთ აგრეთვე ის, რაც ზემოთქმულიდან გამომდინარეობს. თუ გძულთ საკუთარი თავი, როგორ იფიქრებთ, რომ სხვას უყვარხართ? თავად თუ არ შეიყვარებთ საკუთარ თავს, სხვა ვინ შეგიყვარებთ? გულის სიღრმეში თქვენ იცით, რომ არავის უყვარხართ და კიდეც რომ სცადოს ეს ვინმემ არასოდეს დაუჯერებთ და მისი სიყვარული ტყუილი გეგონებათ. თქვენ მაშინაც კი არ ძალგით საკუთარი თავის სიყვარული, როცა სხვას უყვარხართ. სკეპტიციზმი გიბრყობთ და გსურთ დაამტკიცოთ, რომ ეს ასე არ არის. ეს სიძულვილია და ყველანაირი ნიღბის საწყისი. თქვენ ცდილობთ დაიმალოთ. ტანსაცმელი სიცივისგან კი არ გიცავთ, არამედ სხეულს გიფარავთ. თქვენ მისი საშუალებით საკუთარ სექსუალობას, თქვენში ჩაბუდებულ ცხოველს მალავთ. ყველაფერი ის კი, რაც ცოცხალია თქვენში, ცხოველის მსგავსია. გამონაკლისია მხოლოდ თავი, ასე რომ თავის გარდა ყველაფერი დაფარული უნდა გქონდეთ. მხოლოდ მოაზროვნე თავის გამოჩენაა დასაშვები. საზოგადოება დაკმაყოფილდებოდა მხოლოდ თქვენი თავით, სხეული რომ მოკვეთილი ქონდეთ. მეცნიერები კიდეც ცდილობდნენ ამის განხორციელებას და ისინი დიდ სიძნელეებს აწყდებოდნენ. ტვინს რომ უსხეულოთ აზროვნება შეძლებოდა.
რამდენიმე წლის წინ მათ ამ საქმეში წარმატებას მიაღწიეს. ეს ექსპერიმენტი საზოგადოებამაც ჩაატარა. სხეული უარყოფილია და დაშორებულია გონებიდან. დაშვებულია მხოლოდ თავი. დარწმუნებული ვარ უეცრად უთავოთ, რომ დარჩეთ საკუთარ სხეულს ვერ იცნობთ, რამე თუ თქვენ არასოდეს გინახავთ იგი. მომრავლ და ტანსაცმელი სხეულთან ერთად სულსაც რომ გიფარავთ. ერთი მაღალი კედლის გასწვრივ მიმავალ ორ ბიჭს დაინტერესა რა ხდებოდა კედლის მიღმა. მათ კედელზე ნახრეთი შეამჩნიეს, მაგრამ ვერ შესწუდნენ. შემდეგ ერთი მეორე შეადგა მხრებზე და ნახრეთში გაიხედა. საკვირველია. იქ ბევრი ადამიანი თამაშობს, მაგრამ ყველა ტიტველია. ალბათ ნუდისტთა კლუბია, ჩამოსცახა მეგობარს. ქვემოთ დგომი ბიჭი აღეგზნო და ჰკითხა. რას აკეთებენ? ქალები არიან თუ კაცები? მის მხრებზე მდგარმა ბიჭმა მიუგო. აბა რა ვიცი, ყველანი შიშვლები არიან და ტანსაცმლით იცნობა ქალიცა და კაციც. მართალს ამბობს ის ბიჭი, შიშვლები რომ დაინახა. ამიტომ არ მოგცემს მეფე ნებას, რომ ისეთი ტანსაცმელი ატარო, როგორცაც ის იცვამს. რა გამოვა, თუ ჩვეულებრივი ადამიანი მეფური ტანსაცმლით ივლის, ეს დაუშვებელია, რადგან მეფე ყველასაგან უნდა გამოირჩეოდეს. ტანსაცმელი ზუსტად შეესატყვისება ადამიანს. თანაც იგი ისე დამძიმდა, რომ სიზმარშიც კი ხელს გიშლით საკუთარი თავის შიშველი ნახოთ. საკუთარი თავი ყოველთვის ჩაცმული გესიზმრებოდ. ტანსაცმელი შევიდა თქვენს არაცნობიერშიც. ბოლოს და ბოლოს სიზმარში ხომ მაინც უნდა იყოთ ბუნებრივი, მაგრამ იქაც ვერ ახერხებთ ამას. გრძელდება ნიღბებისა და სახეების მონაცვლეობა. თქვენ გსურთ დაიმალოთ. არავინ არ უნდა იცოდეს თქვენი ჭეშმარიტი მე. თორემ რომ გაიგონ, როგორ აიტანენ მას, თქვენ მსახიობებად იქეცით. ეს არის ქრისტეს გამონათქვამის საფუძველი. იესომ თქვა, ნუ იფიქრებთ დილიდან საღამომდე და საღამოდან დილამდე იმაზე, რითი შეიმოსოთ. ნუ იფიქრებთ ჩასაცმელზე, სიყალბეზე. დარჩით თვითმყოფადნი. იგრძენით საკუთარი თავი ისეთი, როგორნიც სინამდვილეში ხართ. თუ თქვენ ასე მოიქცევით, მოუსვენრობა შეგიპყრობთ. საიდან მოდის ეს მოუსვენრობა? თქვენ გყავდათ აღმზრდელები, რომლებიც სინამდვილეში სიცოცხლეს გიწამლავდნენ. მათ გასწავლეს, რომ უარ გეყოთ ყოველივე ცხოველური. მე კი გეუბნებით, რომ თქვენ ადამიანები ხართ და ეს არ არის ცხოველთა საპირისპირო. ადამიანი ცხოველის განვითარების უმაღლესი საფეხურია. თუ თქვენ იმასწავლებლების რჩევას მიყვებით, თქვენ ამით ცხოვრების საწყისს უარყოფთ. ეს იქნება სიყალბე. წარმოიდგინეთ სქესობრივი აქტი ცხოველური საწყისის გარეშე. რა გამოვა? ალბათ გაოცდებით, როცა გეტყვით, რომ აღმოსავლეთის ქალების უმრავლესობამ არ იცის რა არის ორგაზმი. არ განიცდის სექსუალურ ექსტაზს. ვინაიდან არ აძლევენ ამის უფლებას. ასე იყო წინათ დასავლეთშიც. კაცებისთვის ნებადართული იყო ოდნავ მაინც დამსდგავსებოდნენ ცხოველებს. ქალებს კი ამის უფლება არ ჰქონდათ. გაბატონებული აზრით ქალს სქესობრივი აქტის დროს არანაირი ემოცია არ უნდა გამოევლინა. მხოლოდ მსუბუქი ყოფაქცევის ქალები ტკბებიან სექსით. რამე თუ მათ აქვთ ცხოველური საწყისის გამოვლენის უფლება. მაგრამ თუ ცოლს სიამოვნებს სექსი და შედის ექსტაზში, ქმარი თავს შეურაცხყოფილად გრძნობს და ცოლს არაწესიერ ქალად მიიჩნევს.
ის თulis რომ ქალი უსიცოცხლოდ, უემოციოდ უნდა იწვეს. დაკვირვები ხართ სიტყვას ემოცია. ის და სიტყვა მოძრაობა ერთი ძირიდან წარმოიშვა. როცა ემოცია გიპყრობთ, მთელი თქვენი არსება მოძრაობაშია. ის თრთის, რიტმულად დგერს და ცხოვრობს. ის ველურია. არა, ქალს ეკრძალება იყოს ველური, იყოს ცოცხალი. თქვენ თუ უარყოფთ სექსს და მას ცხოველურად თვლით, შეეცდებით მის დამალვას. შტატებში ერთი მეწარმე დიდ გასაჭირში ჩავარდა. მის საქმეს უმაღლეს სასამართლოში იხილავდნენ, რადგან მისი საწარმო თოჯინებს სასქესო ორგანოებით უშვებდა. მეწარმე იძულებული გახდა თავისი საწარმო დაეხურა, რადგან საზოგადოებამ არ დაუშვა ამ თოჯინების რეალიზება და სასამართლოში აღძრა სარჩელი. რატომ არ უნდა გქონდეთ თოჯინებს სასქესო ორგანოები, თუ სხვა ყველაფერი გააჩნიათ? რატომ გინდათ, რომ ბავშვმა არაფერი იცოდეს? თქვენ ხომ მას ყოველ ნაბიჯზე ატყუებთ. ბავშვი მთელ სხეულს უნდა იცნობდეს, რადგან სხეული მთლიანად მშვენიერია. რა საჭირო არ ამის დამალვა? ეს ცხოველურისადმი განუზომელი შიშის გამო ხდება, მაგრამ თქვენც ცხოველები ხართ. შეგიძლიათ ამას გადააბიჯოთ, მაგრამ არ შეგიძლიათ ფაქტის განადგურება. პირიქით შემთხვევაში, თქვენი ნიღაბი უფრო გაყალბდება. თქვენთვის ღვთისმოსაობაც ნიღაბი იქნება. მაგრამ თუ გადააბიჯებთ, თქვენი ღვთისმოსაობა ავთენტური იქნება. დაძლევა ნიშნავს მის მიღებას, მის გავლას ფხიზლად და წინსვლას, უარყოფა კი გვერდისავლას. ცხოვრებაში შეუძლებელია გვერდი აუარო რამეს და თუ მაინც ასე მოხდება, თქვენ მოუმწიფებელნი დარჩებით. დადგება მომენტი, რომ თქვენ გადააბიჯებთ სექსს, მაგრამ ამას ცოდნა, გამოცდილება, ცნობიერების გაღრმავება და სიყვარული მოგიტანთ და არა უარყოფა და ჩახშობა. იესო ამბობს: ნუ იფიქრებთ დილიდან საღამომდე და საღამოდან დილამდე იმაზე, რითი შეიმოსოთ. ნუ ჩაიცვამთ ნურაფერს. მე არ გეუბნებით შიშველი გახვიდეთ ქალაქში, მაგრამ ნუ მიიწებებთ ნურაფერს. უბრალოდ თვითყოფადნი იყავით. როგორიც არ უნდა იყოს ცხოვრება, მიიღეთ იგი. დატკბით და მიესალმეთ მას. იზეიმეთ იგი. როგორებიც არ უნდა იყოთ, მადლიერნი იყავით უფლისა იმისათვის, რაც გაგიკეთათ. ნუ უარყოფთ საკუთარ თავს, რადგან ამით ღმერთსაც უარყოფთ. შემოქმედი ხომ ის არის, ამ სახით ხომ მან შექმნათ და რა საკვირველია უფალმა მეტი იცის ვიდრე თქვენ. როდესაც რამეს უარყოფთ თქვენში, ამით უარყოფთ სამყაროს შემოქმედს. თქვენ შეცდომებს პოულობთ სამყაროს თვითმყოფად არსებობაში. ეს სისულელე და უაზრობაა, მაგრამ ასეთი ადამიანები ძალიან პატივსაცემნი შეიქნენ. იესო ამბობს: ნუ იფიქრებთ იმაზე, თუ რა ჩაიცვათ. უბრალოდ იყავით სპონტანურნი. იყავით მგრძნობიარენი ცხოვრებისადმი. ნუ ჩააყენებთ თქვენსა და მას შორის სიყალბეს. იცხოვრეთ გაელვებიდან გაელვებამდე ფიქრის გარეშე, რადგან დაფიქრება ყველაზე დიდი ნიღაბია. თუ თქვენ ქალთან მიდიხართ და გონებაში აწყობთ სიტყვებს, რაც უნდა უთხრათ, არ ყვარებიათ იგი. რამე თუ სიყვარული თავად ლაპარაკობს და მდინარესავით თვითონ მოედინება. ერთხელ მარკ ტვენი ერთ-ერთ სააქტო დარბაზში გამართულ საუბარში მონაწილეობდა. იქიდან გამოსულს მეგობარმა ჰკითხა: როგორ ჩაიარა საუბარმა, მოგეწონა? მარკ ტვენმა მიუგო: რა საუბარზე მეკითხები?
მე სულ სხვა რამისთვის ვემზადებოდი და სრულიად სხვა საუბარში მივიღე მონაწილეობა, არა და სულ სხვა საუბარში მსურდა მონაწილეობა. შენ რომელ მათგანზე მეკითხები? ასევეა მთელი თქვენი ცხოვრებაც. იმზადებით ერთი რაღაცისთვის, მონაწილეობთ მეორეში, არა და სულ სხვა რამ გინდოდათ. რატომ ხდება ასე? იმიტომ რომ თავად არ ახართ სპონტანურები. სპონტანურ ადამიანს სიფხიზლე და სრული შეგნება სჭირდება, სხვა არაფერი. მაშინ ის თავისი შემეცნებით მოქმედებს. თქვენ გეშინიათ, რამე თუ არავინ იცის რა ხდება. თქვენ ასე ფიქრობთ, მივესადაგები სიტუაციას თუ არა. აქედან მოდის შიშიც, მაგრამ იესო გეუბნებათ. ნუ იფიქრებთ იმაზე, რითი შეიმოსებით. მოწაფეებმა ჰკითხეს მას, როდის გამოგვეცხადები და როდის გიხილავთ? იესომ მიუგო, როცა განიძარცვოთ სამოს და არ შეგრცხვებათ. როცა პატარა ბავშვებივით ფეხქვეშ წააგდებთ და გათელავთ სამოს, მაშინ იხილავთ მის ძეს, ვინც ცოცხალია და არაფრისა შეგეშინდებათ. ეცადეთ ქრისტეს ყოველ სიტყვას ჩასწვდეთ. მოწაფეებმა ჰკითხეს, როდის გამოგვეცხადებიო? მაშინ, როცა იესო მთელი თავისი სიდიადით იდგა მათ წინაშე, მოწაფეები ფიქრობდნენ, რომ იესო თავის სახეს მალავდა. ერთხელ ბუდასაც იგივე ჰკითხეს. იგი ტყეში მიდიოდა. გზა სავსე იყო გამხმარი ფოთლებით. ქარი ქროდა. ტყე საოცარ ხმას გამოსცემდა. ანანდა და ბუდა მარტონი აღმოჩნდნენ, რადგან ზოგი მოწაფე წინ წასულიყო და ზოგიც უკან ჩამორჩენილიყო. ანანდამ ჰკითხა ბუდას, შენ ყველაფერი გაგვიმხილე, რაც გაგაჩნია, თუ რამეს ფარავ ჩვენგან? ბუდამ უთხრა, ჩემი ხელის გული გახსნილია. ბუდას არ გააჩნია მუშტი. შეხედე ამ ტყეს, არაფერია მასში დაფარული. მეც ამ ტყისავით გახსნილი ვარ. შემდეგ რამდენიმე გამხმარი ფოთოლი მომუჭა და თქვა, ახლა ჩემი მუშტი შეკრულია და შენ ვერ დაინახავ ამ ფოთლებს. ძუნწი ადამიანიც, რომელსაც არ სურს ცოდნა სხვას გაუზიაროს, მუშტს გავს. შემდეგ ბუდამ გაშალა ხელის გული. ფოთლები გადმოცვივდა და თქვა, ბუდას ხელი უკვე მომუშტული კი არა, გაშლილია. მე განვაცხადე ყველაფერი და თუ შენ გრძნობ, რომ რაღაც დამალულია, ეს შენგან გამომდინარეობს და მე არაფერ შუაში ვარ. იესო მოწაფეებთან დგას. ისინი კი ეკითხებიან, როდის გამოგვეცხადებიო? იგი უკვე გამოცხადდა და როდის გიხილავთ? მოწაფეები ფიქრობდნენ, რომ იესო იმალებოდა. არა, იესო არ იმალება. მოწაფეები არ არიან გახსნილები. მათი ცნობიერება დაბინდულია და ვერ ხედავენ ქრისტეს. ჭეშმარიტება არ არის დაფარული. ეს თქვენ ხართ ჩაკეტილნი. ჭეშმარიტება გამოცხადებულია ყველგან და ყოველ წამში. ჭეშმარიტება არასოდეს არ არის დაფარული, მხოლოდ ტყვილი ესწრაფვის დამალვას. მხოლოდ სიცრუეა საიდუმლო. ჭეშმარიტება გაშლილ ხელის გულს გავს. ეს თქვენ ხართ შეკრული, მუშტივით ჩაკეტილნი. პრობლემა თქვენია, ამბობს იესო. როდესაც განიძარცვოთ სამოს და არ შეგრცხვებათ. თქვენ შეგიძლიათ ტანთ გაიხადოთ, მაგრამ უწინდებურად დაგეუფლებათ სირცხვილი. რამე თუ ამ შემთხვევაში ნამდვილად არ გაშიშულდებით. ეს სიშიშვლე არ იქნება უმანკო.
სირცხვილი სიეშმაკია. ქრისტიანულ რელიგიაში სირცხვილი თავდაპირველი შეცოდებაა. გსმენიათ ადამსა და ევას რა შეემთხვათ, როდის შესწოდეს. დიდხანს იკვლევდნენ იმას, თუ როდის შესწოდეს პირველად ადამმა და ევამ. ღმერთმა მათ შემეცნების ხიდან ნაყოფის ჭამა აუკრძალა, მაგრამ ისინი აცდუნეს. ეს ბუნებრივია, აკრძალოს ცდუნება მოყვება. ასეთია ტვინის მოქმედება, მაგრამ მას სხვაინიც გააჩნია. ის თქვენ გაცდუნებთ, მაგრამ პასუხისმგებლობას ყოველთვის სხვას აკისრებს. ადამმა და ევამ თვითონვე აცდუნეს საკუთარი თავი და ყველაფერი ეშმაკს გადააბრალეს. ეშმაკიც მათი მოგონილია და ცდუნებაც მათი გონებიდან გამომდინარეობს. თქვენც ასე აკეთებთ. როცა შეცოდებთ, ეშმაკს აბრალებთ ყველაფერს და ვერც ხვდებით, რომ ყველაფერი თქვენი ტვინის ოინებია. ადამსა და ევას ღმერთმა უთხრა: ნუ იხილავთ ამ ხის ნაყოფს. ისინი ურწმუნონი იყვნენ, თორემ მოერიდებოდნენ იმ ხეს. ადამმა და ევამ დაასკვნეს, რომ ღმერთმა იმიტომ აუკრძალა მათ კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფის ჭამა, რომ ღმერთს არ სურდა ისინი მას დამსგავსებოდნენ. რამე თუ მათი აზრით, როცა ნაყოფს შეჭამდნენ, ღმერთივით ყველაფერი ეცოდინებოდათ. მაგრამ ისტორია გვაუწყებს, რომ ისინი ეშმაკმა აცდუნა. ეს იყო ადამისა და ევას გამოცდა. სწამდათ თუ არა ღმერთი, მაგრამ გონებამ დაიყოლია ისინი. სწორედ მათი ტვინია ეშმაკი. ეშმაკი ადამსა და ევას გველის სახით მოევლინა. გველი მზაკრობის უძველესი სიმბოლოა. ეს არის ტვინი, ყველაზე ძლიერი რამ. ევამ პასუხისმგებლობა ეშმაკს დააკისრა, ადამმა კი ევას. მამაკაცი მუდამ ამბობს, რომ ქალი არის მაცდური. ისინი ყოველთვის ქალებს ადანაშაულებენ. მსოფლიოს ყველა ჯულის წერილში ქალი ყოველთვის მაცდურ არსებადაა გამოყვანილი. მას უბედურების მთავარ მიზეზად თვლიან. საკუთარ ცდუნებას ევა ეშმაკს აბრალებს, ადამი ევას. მაგრამ თუ სადმე ეშმაკს დაიჭერთ და გკითხავთ ამის შესახებ, მისი პასუხი ასეთი იქნება: ყველაფერი ღვთის ბრალია. რამე თუ მან აკრძალა ნაყოფის შეჭმა და ამან გამოიწვია მსოფლიოს ყველა უბედურება. ედემის ბაღი უზარმაზარი იყო. მასში მილიონობით ხე ხარობდა, ადამი და ევა თვითონ არც მივიდოდნენ ცნობიერების ხესთან. მაგრამ როცა ღმერთმა მისი ნაყოფის შეჭმა აკრძალა, მათთვის მთელი ბაღი უინტერესო შეიქმნა ამ ხის გარდა. ეს იყო ღვთის დანაშაულიო. ასეთია ტვინის ხრიკები, მაგრამ ისტორია თავისთავად მშვენიერია და ათასნაირია მისი ინტერპრეტაცია. მასში მილიონი განზომილებაა. ადამმა და ევამ შეჭამეს თუ არა აკრძალული ხის ნაყოფი. თავისი შიშვლის სიმწამშივე შერცხვეთ. რაშია ცოდვა, რომ ის პაპი ესა გიპასუხებთ? ღვთისადმი დაუმორჩილებლობაში. იმიტომ რომ მათ არ აწყობთ თქვენი მორჩილება. თეოლოგ ფილოსოფოსებს თუ გკითხავთ, ისინი გეტყვიან, ცოდვა იმაში მდგომარეობს, რომ მათ შეჭამეს ცნობიერების ხის ნაყოფი, რადგან როდესაც ფიქრობთ, უბედურება მატულობს. ცხოვრება ფიქრის გარეშეა უმწიკლო. ბავშვები უხინჯონი იმიტომ არიან, რომ ისინი დიდებივით ვერ ფიქრობენ. მოზრდილი ადამიანის გონება დაძაბულია და დატვირთულია ათასი აზრითა და საქმით, უცნებითა და ფიქრით. ასე რომ თუ გკითხავთ ფილოსოფოს ეგზისტენციალისტებს, ისინი გეტყვიან, რომ ცდუნება შემეცნების ხის გამო მოხდა. თუ გკითხავთ ფსიქოლოგებს, ისინი გიპასუხებენ, რომ ცდუნება სირცხვილმა გამოიწვია. რამე თუ როცა გრცხვენიათ, თქვენ საკუთარ თავს უარყოფთ.
ბავშვები თავისუფლად დადიან შიშვლები, რადგანაც არაფრის ცხვენიათ, მაგრამ თქვენ აიძულებთ მათ შერცხვეთ. იესომ თქვა: როდესაც განიძარცვოთ სამოს და არ შეგრცხვებათ. ადამმა და ევამ სასქესო ორგანოები ლეღვის ფოთლებით დაიფარეს. ეს იყო პირველი ტანსაცმელი, რომელიც ადამიანებმა გამოიგონეს და ცხოვრება დაიწყო. როგორ შეძლებთ ადამიანის ბაღში ხელახლა შესვლას? მოიშორეთ თქვენი ლეღვის ფოთლები. აი რის შესახებ ლაპარაკობს იესო. ეს არის გზა სამოთხისკენ. შესაძლოა განიძარცვოთ სამოსი, მაგრამ კვლავაც გრცხვენოდეთ. შეიძლება ირბინოთ ტიტულებმა, მაგრამ არ იყოთ გაშიშვლებულნი. სიშიშვლე გულისხმობს სხეულის აღქმას მთლიანობაში ისეც, როგორიც სინამდვილეშია. არანაირი ბრალდება ტვინში, არანაირი გაყოფა სხეულში, უბრალოდ მიღება. მაჰავირი ტიტველი როდია. იგი არ არის ნუდისტური კლუბის წევრი, მაგრამ ბავშვივით შიშველია. ნუდისტების შიშვლები კი არ არიან არამედ მათი უტანსაცლობა, ანგარებიანი და გამოთვლილი ფანდია. მათი სიტიტულე პროტესტია საზოგადოებისადმი. ეს არის რეაქცია. ისინი არ არიან უმწიკლონი. იესო ამბობს: როცა პატარა ბავშვივით ფეხქვეშ დაიგდებთ და გათელავთ სამოს, მაშინ მიხილავთ. უპირველესად უნდა მიიღოთ თქვენი სიშიშვლე და იყოთ ისე, როგორც ღმერთის წინაშე იქნებოდით. როგორც ბავშვი დგას მშობლების წინაშე შიშველი. თუ ღვთაების შეგრცხვებათ იფარებთ ნიღავს. შუაში დგება სირცხვილი. თუ გრცხვენიათ, გეშინიათ კიდეც. თუ თქვენში სირცხვილი გაქრება, აღარაფრის შეგეშინდებათ. შიშიქრება სირცხვილთან ერთად. მაშინ კი აგეხილებათ თვალი და ღვთის ძეს დაინახავთ. მის ძეს, ვინც ცოცხალია. ჩემთან მოდის ხალხი და მეკითხება: როგორ დავინახოთ მოძღვარი გასხივოსნებულია თუ არაო? ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც ახლა იმყოფებით, როგორ შეიცნობთ გასხივოსნებულ მოძღვარს? ეს იგივეა ბრმამ, რომ იკითხოს, როგორ გავიგო შუქი არის თუ არაო. ჭეშმარიტი მოძღვრის დასანახად თვალი უნდა გიჭრიდეთ. თქვენ ვერ გაიგებთ გასხივოსნდა ადამიანი თუ არა. ქრისტეს შესაცნობად ძალა არ შეგწევთ, თორემ ჯვარს არ აცვამდით მას. იესო შეშლილად გამოაცხადეს, როცა მას ჯვარი გოლგოთაზე მიჰქონდა. ხალხი ქვებსა და ტალახს ესროდა და უხაროდათ თავიანთი საქციელი. ეს არის იუდეველთა მეფე, ეს არის ძე ღვთისა. დასცინოდნენ იესოს. უკანასკნელად კი მაშინ დასცინეს, როცა ორ ავაზაკთან ერთად ჯვარზე გააკრეს. ბრბოსთან ერთად მას ეს ორი ავაზაკით მასხრად იგდებდა. ერთ-ერთმა მათგანმა უთხრა: ახლა ჩვენ ჯვარს გვაცმევენ. ნუ დაგვივიწყებ იმ შენს ღვთისას უფეველში, ჩვენს გაგვიხსენე. ჩვენც შეგვაწიეს სიტყვა, შეხომ ყველაფერი ძალგიც. ხალხმა ვერ შეიცნო ქრისტე, რამე თუ ისინი ბრმები იყვნენ. იესომ თქვა: როცა პატარა ბავშვებივით ფეხქვეშ დააგდებთ და გათელავთ სამოს. როცა ბავშვს პირველად აცმევენ, ამით თავისუფლებას უსპობენ და აიძულებენ მუდამ სამოსი ატაროს. მაგრამ ბავშვი, როგორც კი მოიხელთებს, ფეხქვეშ გაიგდებს ხოლმე თავის ტანსაცმელს და თელავს. იგი თავის სიშიშვლეს ზეიმობს და თუ თქვენც შეძლებთ ბავშვის მსგავსად მოიქცეთ, იხილავთ მის ძეს,
ვინც ცოცხალია და არაფრისა შეგეშინდებოდა. შიში სირცხვილიდან მოდის. თავდაპირველად თავს დამნაშავედ გრძნობთ, შემდეგ გრცხვენიათ. გიბრყობთ შიში და იმ ადამიანებთან მიდიხართ, რომლებმაც სირცხვილი და შიში ჩაგინერგათ, რათა ახლა მათი დაძლევა გასწავლოთ. მაგრამ მათ თქვენი დახმარება არ ძალუძთ. ისინი გეტყვიან, ევედრეთ ღმერთს და ღვთის მოშიშნი იყავით. მათ არ შეუძლიათ თქვენი გამოყვანა შიშის მდგომარეობიდან, მხოლოდ იესოს ძალუძს შიშის დაძლევაში დაგეხმაროთ. მიიღეთ თქვენი თავი და არაფრის არ შეგეშინდებათ. იყავით ბუნებრივები და გჯეროდეთ რეალობის. იწამეთ ყველაფერი, რაც რეალურია. ნუ შექმნით საწინააღმდეგო მხარეს, რადგან მერე ნიღბები დაგჭირდებათ. შინაგანი განრისხებისას თქვენი მიმტევებლობა ყალბი იქნება. სექსუალური ნდობით აღწრულნის სახეს ბრაჰმაჩარის ნიღბით დაიფარავთ, მაგრამ ეს ვერ გიშველით. ისინი თქვენშივე დარჩებიან და ღრმად არაცნობიერში ჩაიძირებიან. მოგითხრობთ ერთ ამბავს. ერთი მეცნიერი ცდილობდა ალმასის საიდუმლოს ამოხსნას. თითქმის მიზანს მიაღწია. მხოლოდ ერთი საკითხი ვერა და ვერ გაერკვია. თუ ამ საკითხს ამოხსნიდა, იგი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი კაცი შეიქნებოდა. მაგრამ ყველაც დაუშედეგო იყო და ვერ პოულობდა პასუხს. მერე ვიღაცამ ურჩია წასულიყო ტიბეტში, სადაც ერთი ბრძენი ქალი ცხოვრობდა, რომელსაც ყველა კითხვაზე პასუხის განცემა შეეძლო და მისთვის მიემართა. მეცნიერს ეს რჩევა ჭკუაში დაუჯდა და როგორც იქნა მიაღწია ტიბეტამდე. დილა იყო, როცა ბრძენ ქალს კარზე მიუკაკუნა. მან კარი გაუღო. ის უმშვენიერესი არსება აღმოჩნდა. ქალი მთელი არსებით აპატიჟებოდა კაცში. თვალებში ვარსკვლავები უკრთოდა. მან მეცნიერს მიმართა. შემობრძანდით, ჩემი ქმარი შინ არ არის. თქვენ მხოლოდ ერთი კითხვა შეგიძლიათ დამისვათ. მეცნიერმა დაუდევრად წამოისროლა. როდის დაბრუნდება თქვენი ქმარი? სინამდვილეში ალბათ ეს ერთადერთი კითხვა აწვალებდა მას. სადღაც ღრმა ქვეცნობიერში. სექსი იყო მისი პრობლემა. ალმასზე მუშაობა, როგორც ჩანს, მხოლოდ მისი გატაცება იყო. ალბათ იგი გულში ფიქრობდა, როცა ყველაზე მდიდარი გავხდები, ყველა უმშვენიერესი ქალი ჩემი იქნება. ამასთანავე შესაძლოა არც გაეცნობიერებინა ეს აზრი. შეგიძლიათ იმუშაოთ ზედაპირულად არაცნობიერის გაუცნობიერებლად, მაგრამ საჭირო მომენტში ის ამოხეთქავს და წარმოჩინდება. გაქცევა ვერ გიშველით. თქვენი გარდასახვა კი მაშინ მოხდება საკუთარ არსებას თუ ღრმად ჩასწუდებით და აღიარებთ საკუთარ სინამდვილეს. როცა არ დაიწყებთ განსჯას, ნუ იქნებით მსაჯულები. თქვენი ბუნების იწამეთ და მისდიეთ მის დინებას. ნუ ეცდებით დინების საწინააღმდეგო მიმართულებით ცურვას. აი რას ნიშნავს სიშიშვე. ცხოვრებას რწმენით მისდიეთ და მიენდეთ, სადაც არ უნდა წაგიყვანოთ მან. ნუ ემონებით საკუთარ მიზნებს, ნუ გაქვთ მიზანი, თქვენ ცხოვრების წინააღმდეგ მიდიხართ. ეს არ არის ბიზნესი, ცხოვრება პოეზიაა, იგი გულიდან მოდის და არა თავიდან. ცხოვრება პოემაა, საჭიროა მასე იმდოთ, ეჭვები ვერაფერს გიშველით. ცხოვრება ირაციონალურია. მას არ სწამს არისტოტელე და ლოგიკა. მას სწამს სიყვარული, პოეზია და მისტიკა. სიცოცხლე დიდი საიდუმლოა. ეს გამოცანა არაა, რომელიც უნდა ამოხსნა.
საიდუმლო გახსნილია, ხოლო თქვენ ხართ დახურულნი. საიდუმლო გაცხადებულია ყველგან, ყოველ ხეში, ყოველ ფოთოლში, მზის თვითოულ სხივში, ხოლო თქვენ ხართ დახშულნი. რატომ ხართ ჩაკეტილნი? თქვენ არ ღებულობთ შინაგან ცხოვრებას და როგორ შეძლებთ გარე სამყაროს მიღებას? უპირველესად საკუთარი თავი მიიღეთ ისეთი, როგორიც ხართ, მაშინ გარდა ისახებით. თუ მიიღებთ, აღარასოდეს იქნებით ისეთი, როგორებით ახლა ხართ. გარდასახვა ხდება თავის თავად. ის მომდინარეობს საკუთარი შესაბამისობიდან. ეს არის ის, რაზეც იესო ლაპარაკობს. იყავით შიშველნი. მოიშორეთ ყველაფერი, რაც საზოგადოებამ მოგცოთ. მას თქვენთვის სიცოცხლე არ მოუწია. მან მხოლოდ 60 გიბოძათ. საზოგადოებას არ მოუწია თქვენი ჭეშმარიტი მე. მან ეგო მოგცათ. განიძარცვეთ 60 და ეგოც გაქრება. ერთმა კაცმა მეფე იბრაჰიმს ურჩია მის მოძღვართან მისულიყო. იბრაჰიმი მივიდა მოძღვართან, რომელმაც კითხა: მზად ხარ ყველაფერი მიიღო და აღიარო? მეფემ მიუგო: მე ამისთვის მოვედი შენთან, რასაც მეტყვი შევასრულებ. მოძღვარმა შეხედა და უთხრა: კარგი, გაიძრე ტანსაცმელი. მოწაფეები შეწუხდნენ, რამე თუ იბრაჰიმი მეფე გახლდათ. მისი გაშიშვლება არ იყო აუცილებელი. ეს მათთვისაც კი არასდროს უთხოვიათ. ერთ-ერთმა მოწაფემ ყურშიც კი ჩასჩურჩულა მოძღვარს: ოსტატო, ეს მეტის მეტია. ნუ იქნები ასეთი დაუნდობელი. ეს ჩვენგანაც არასოდეს მოგითხოვია. მაგრამ მოძღვარმა ისევ მეფეს მიმართა: აიღე შენი ფეხსაცმელები, გადი ქუჩაში, თავში წაიშენე და შიშველმა მთელი ქალაქი შემოიარე. თანაც ეს უბრალო ქალაქი კი არა, სახელმწიფო დედაქალაქი იყო. იბრაჰიმმა კი აღასრულა მოძღვრის ბრძანება. შიშველმა მოიარა მთელი დედაქალაქი. თან ფეხსაცმელებს იცვამდა თავში. ამბობენ უკან გასხივოსნებული დაბრუნდაო. რა მოხდა? იბრაჰიმმა 60 გაიძრო. იგი დიდი შესაძლებლობების ადამიანი იყო. ამიტომ მოითხოვა ოსტატმა მისგან ამდენი. რაც უფრო მეტია თქვენი შესაძლებლობები, მით უფრო მეტის შესრულებას დაგავალებთ ოსტატი. იბრაჰიმი შემდეგში თვითონ გახდა დიდებული ოსტატი, რადგან მან ყველაფერი გადაყარა საზოგადოების გამბოძებული. ეგო ტვირთია, მაგრამ თქვენ საკუთარ შეგნებაში ათავისებთ მას და ზიდავთ. მრავალჯერ შეცდით, მრავალჯერ დამარცხდით, მრავალჯერ დაეცა თქვენი ეგო, მაგრამ ნაგვენი, გულგატეხილნი, დამარცხებულნი და უიღბლონი, უწინდებურად იმედიანად ეზიდებით საკუთარ ტვირთს. გიამბობთ პატარა ამბავს. ერთხელ ლომი ვეფხვთან მივიდა და ჰკითხა: ვინ არის ტყის პატრონი? ვეფხმა უთხრა: რა თქმა უნდა, თქვენ ახართ ერთადერთი ბატონი, ერთადერთი მეფე. ლომმა ახლა დათვს მისცა იგივე შეკითხვა. დათვმაც იგივე უპასუხა, რაც ვეფხმა. ახლა სპილოს შეხვდა ლომი და შეეკითხა: ვინ არის ტყის ბატონ პატრონიო? სპილომ ლომის შორს მოისროლა. ლომი ქვას დაენარცხა. გასისხლიანებული და დაბეგვილი ეახლა სპილოს და უთხრა: თუ არ შეგიძლია სწორი პასუხის გაცემა, ასე მაინც არ უნდა მოიქცეო. აი როგორ იქცევით თქვენ, სიუხეშიც სპილოს გავხართ. უბრალოდ თქვით, რომ პასუხი არ იცით. თუ თქვენ შეგწევთ ძალა აღიაროთ, რომ წარუმატებლობაში ინგრევა ყოველივე, რაც საზოგადოებამ მოგცათ,
მაშინ წარუმატებლობა ყველაზე დიდი წარმატების საწყისად შეიძლება იქცეს. ამიტომ ხდება, რომ მხოლოდ წარუმატებლობა აქცევს ადამიანს რელიგიურად. ისიც იმ შემთხვევაში, თუ თავისი შეცდომების აღიარება შეუძლია. ძნელია გახდეთ მორწმუნენი, თუ უკვე მიაღწიეთ გარკვეულ წარმატებას. ამ დროს სამოსი იმდენად მოგხიბლავთ, რომ აღარ იზრუნებთ სიშიშვლეზე. წარუმატებლობის დროს კი უეცრად შეიგრძნობთ სიშიშვლეს და ვერაფერი დაფარავს მას. თქვენ შეგიძლიათ მხოლოდ საკუთარი თავის მოტყუება და მეტი არაფერი. გამოიყენეთ თქვენი წარუმატებლობანი და როცა ქვაზე მიგანარცხებენ, დაბეგვილები და დასისხლიანებულები ნუღარ გაიმეორებთ ლომის ბრიყულ სიტყვებს. აღიარეთ, რომ ამ ქვეყნად არ არსებობს წარმატება. იგი არ შეიძლება არსებობდეს, რამ თუ ყველაფერი ყალბია. ყალბი ნიღბებით ვერაფერს შეძლებთ. თქვენი წარმოსახული ნაპოლეონი, ალექსანდრე მაკედონელი და ჩინგის ხანიც დამარცხდნენ. იესო იღბლიანია, იმიტომ რომ მთელი თავისი ბუნებითა და არსებით გაშლილია კიდით კიდემდე. შეეცადეთ მის ნათქვამს ჩასწოდეთ, მაგრამ მხოლოდ გაგება არ არის საკმარისი. ნელ-ნელა თანდათან განიძარცვეთ სამოსი. გაშიშვლდით და თქვენ განიწმინდებით. მაშინ შეძლებთ ის ვაშლი მოისროლოთ ადამმა და ევამ რო შეჭამეს. მაშინ თქვენთვის 64 კარი ხელახლა გაიღება. ქრისტიანები ამბობენ, რომ ადამსა და ევასთან ერთად 64-დან მთელი კაცობრიობა გამოაძევესო. იესო ქრისტეთი 64-ის კარი ხელახლა გაიღო. თქვენ შეგიძლიათ შეხვიდეთ 64-ში, მაგრამ მარტო იმიტომ არა, რომ ქრისტიანები ხართ. თქვენ იესო უნდა აღიაროთ. ამას კი მხოლოდ მაშინ შეძლებთ, როცა საკუთარ არსში აღმოაჩენთ და შეიცნობთ ქრისტეს. 1974 წლის 24 აგვისტო, პუნა, ინდოეთი. მეოთხე შეგონების დასასრული.